დღეს უფრო მინდა გესაუბროთ რამდენიმე უნარჩვევაზე, რომელიც უნდა გამოვიმუშავოთ, რომლის გამომუშავებაც უნდა ვისწავლოთ. ძალიან გორამი დავიძე ლაპარაკობდა, ხო? პატარა ბიჭუნას ღმერთი როგორ ამზადებდა, უნდა გამოვიმუშავოთ, საცალკე იქნება ჩვენს პირად ცხოვრებაში, ერთად იქნება ეკლესიურად, კოლექტიურად, ხო? იმისათვის რომ ის შევძლოთ, რაც პრიორიტეტები არის. რასაც ღმერთი ჩვენგან ელოდება. ზოგადად ეკლესიაში ძალიან ბევრი საკითხი არის, მნიშვნელოვანი, ბევრ სხვადასხვა საკითხზე გვიწევს საუბარი, ადამიანებს, მათ შორის მსახურებს, მქადაგებლებს, თავიანთი საყვარელი თემა აქვთ. ალბათ იქიდან გამომდინარე ღმერთი რას ანახებს, რას ასწავლის, რას თვლიან მნიშვნელოვნად და პრიორიტეტულად. მაგალითად, მოძღვრების საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანი არის მოძღვრების საკითხი. რა მოძღვრებაზე დგეხარ, რა გწამს. პავლე ტიმოთეს ეუბნება, რომ გაუფრთხილდიო იმას, ის შენს მოძღვრებას, რასაც თვითონ რაზეც დგახარ, რასაც სხვას უზიარებ, გაუფრთხილდი, ფრთხილად იყავი. რადგან ამ მოძღვრებას შენი გადარჩენაც შეუძლიაო და შენი გამგონეებისაცო. ესე იგი მოძღვრება მნიშვნელოვანია. ხო? გადარჩენამდე მნიშვნელოვანი ყოფილა თურმე მოძღვრება. არიან ადამიანები, ვისაც მაგალითად ვთქვათ, ეკლესიის ისტორია აინტერესებს და უყვარს. და ვიტყოდი, რომ ესეც მნიშვნელოვანი არის. ეკლესიის ისტორია არა მარტო ჩვენი ეკლესიისა, რომელიც 1 წლიანი და 5 წლიანი და 10 წლიანი არ არის, უკვე საუკუნეზე მეტ ციტვლის და კიდევ უფრო მეტი თვითონ ქრისტეს ეკლესია, რომელიც პირველ საუკუნეში, ასე ვთქვათ, დაიბადა, ჩაისახა, იმის შემდეგ არსებობს აგერ დედამიწაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეკლესიის ისტორიის ცოდნა შენს სოფლ მხედველობას ზრდის, აფართოებს. უფრო მეც ხედავ, კარგად ხედავ, რომ თორმე მარტო ჩვენ კი არ ყოფილვართ. თაობებს გაუვლია თორმე ეს ასპარეზია, ეს ცხოვრება, ეს ბრძოლა, ეს სულიერობა. გაუვლია და გაუმარჯვიათ. ზოგნი დამარცხებულან. არიან ადამიანები, ვისაც მაგალითად მართლობა აინტერესებთ, სტრუქტურა აინტერესებთ და მნიშვნელოვანი არის მართლობაც, სტრუქტურაც, იმიტომ რომ ეს მართავს ეკლესიას. რა თქმა უნდა, იესოა თავიდია, იესო არის მართველი, მაგრამ მან ასე დაადგინა, რომ ეკლესიას წყემს იყავდეს, უფროსი წყემს იყავდეს, თანამსახურები იყავდეს. უფრო მეტიც აგერ მთელი ეფესელთა წიგში, აგერ მოციქულებზე, წინასწარმეტყველებზე, მახარებლებზე, წყემსებზე და მასწავლებლებზეც არის ლაბარაკი, რომლებიც მართავენ ეკლესიას, ხო და ეკლესია აქამდე უნდა მივიდეს. მნიშვნელოვანია ეს საკითხიც. ვიღაცას მისიები აინტერესებს, საგზავნილობა აინტერესებს, ხო? მნიშვნელოვანია ეს მისიები, საგზავნილობაც, ეხლა მოწმობაც მოვისმინეთ. რატომ? იმიტომ რომ დავალება არის ასეთი. რომ წადითო და იქ ადაკეთო. მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი არის ვიღაცას მაგალითად გამოღვიძება აინტერესებს, რეფორმები აინტერესებს და მართლაც გამოღვიძების დრო საოცარი რეფორმები ხდება ქალაქში თუ ქვეყანაში. ახლა ბევრს არ გავიხსენ და ბევრ გავიხსენებ, ასეთი ცნობილი ფაქტი არის უვალისის გამოღვიძების დროს, როცა ღმერთი დიდებულად მოქმედებდა, თუ რამე ბარები იყო და კლუბები იყო, ყველაფერი დაიკეტა. ხალხს აღარ აინტერესებდა სმა. ნარკოტიკები არ აინტერესებდა. ღმერთის სიტყვის მოსასმენად მიდიოდნენ. და შესაბამისად ეს თავის კვალს და ზეგავლენას ახდენს. რაღაცა მეც მაინტერესებს ყველაზე ძალიან. პირადად მე. ეს ყველაფერი საჭიროა, მნიშვნელოვანია. მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ძალიან მაინტერესებს და სწორედ ეს მინდა რომ გაგიზიაროთ.
რამდენიმე მულს და ეს საკითხი მოდი ასე ვთქვათ, აი ძველი აღთქმიდან ენოქს და ნოეს გავიხსენებ და შემდგომ ახალ აღთქმიდანაც აი ერთ-ერთი წერილიდან გეტყვით მსგავსი შინაარსის ციტატას, წინადადებას. აი მაგალითად ენოქი ხომ გახსოვთ ვინ იყო? აი დაბადების ეს ერთადერთი ადამიანი არის, ერთადერთი არა, უკაცრავად, ერთ-ერთი ადამიანი არის, რომელიც ასე ცოცხლად ატაცებული იყო. და მიზეზი ხომ იცით რა იყო? რატომ იყო ატაცებული? იმიტომ რომ ღმერთთან დადიოდა. და ის ღმერთთან სიარული. ყველაზე მეტად აი მე რაც მხიბლავს და რაც მაინტერესებს და აი ამაზე მინდა დღეს ვისაუბრო და აი რაღაცნაირად ის რამდენიმე უნარჩვევის გამომშავებაზე გელაპარაკოთ, რაც ხელს უწყობს ღმერთთან სიარულს. მაგრამ მოდი ჯერ ენოქი. იცოცხლა ენოქმა 65 წელი, ეს ერია თუ ვინმე ინიშნავთ დაბადების მეხუთე თავში 24 მუხლები. იცოცხლა ენოქმა 65 წელი და შვა მეთუშალახი. დაოჯახებული იყო როგორც ჩანს. და ეს შესაძლებელია დაოჯახებულისთვისაც რომ ღმერთთან იაროს. მეთუშალახის დაბადების შემდეგ ენოქი 300 წელი დადიოდა ღმერთთან. სორშვილი წავდა. 300 წელი დადიოდა ღმერთთან. წარმოგიდგენიათ? ნუ გაგიკვირდებათ, მაშინ ხალხი მეც ცხოვრობდა. მეც ცოცხლობდა 800, 900. აი მეთუშალახმა ყველაზე მეტი იცოცხლა 969 წელი. ღმერთმა გაუმარჯოს მაგის გაძლებას მაო. ნუ იცოცხლა. 300 წელი დადიოდა და ნახეთ ღმერთთან დადიოდა ენოქი და აღარსად იყო. რადგან ღმერთმა წაიყვანა იგი. ალბათ აზრი მაინც ის არის რომ ისე ამა ენოქმა ღმერთს მასთან სიარულით რომ აი ღმერთმა წაიყვანა თავისთან და ჩვენ კიდე გასახსენებლად მოგონებად და мотивაციად გაგვიხადა რა კარგი რამით ჯილდოვდება ღმერთთან სიარული. აი აქვე მეექვსე თავში ნოე არის ნახსენები. მოგეხსენებათ ნოე, აი ეს კიდობანი რომ აუშენა ღმერთს და პირველი ქვეყნიერებიდან, იმ დროს არსებული ქვეყნიერებიდან სულ 800 რომ გადარჩა. დანარჩენი ყველა გაწყდა. ის 800, ნუ ადამიანებიდან თორე იქ ცხოველიც იყო და ფრინველიც იყო, ქვეწარმავალიც იყო, დიდი წყადიდობა მოვიდა და ინახეთ ნოეზე რა წერია. იქვე დაბადების მეექვსე თავში 8-9 მუხლები. მხოლოდ ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში. ეს არის ნოეს ამბავი. მართალი უმწიკლო კაცი იყო ნოე თავის თაობაში. ღმერთის გზებით დადიოდა იგი. ნახეთ? ენოქი ღმერთთან დადიოდა, ნოე ღმერთის გზებით დადიოდა, ახასიათებაც არის როგორი იყო, მართალი იყო, უმწიკლო იყო. და მოდით ერთ მულს ახალი აღთქმიდან აქედანაც შევეხები და შემდგომ გადავარ საუბარზე. ეს ადგილი კოლასელთა წერილიდან გახლავთ. კოლასელთა მეექვსე მუხლი, მეორე თავის მეექვსე მუხლი. აი ასეთი რამ წერია. ამიტომ როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ მასში. როგორც მიიღეთ
ქრისტე იესო უფალი ასევე იარეთ მასში. იქ თუ წინა მუხლებსაც ნახავთ, იქ დაინახავთ აღმოაჩენთ რომ გაფრთხილებას აძლევს მოციქული ეკლესიის კოლასელთა ეკლესიას. გაფრთხილებას აძლევს რომ ვინმე თქვათ არ შეცდეს, გზიდან არ გადავიდეს, რაღაც მჭერმეტყველებებს და გამონათქვამებს და ფილოსოფიას და რაღაცებს ვითომ ამ ქვეყნიურ სიბრძნეებს და რაღაცებს არ აყვეს და არ გადაყვეს, ასევე უკებს წესიერ ქცევას და წმენის სიმტკიცეს, ამას წინა მუხლებში აკეთებს მე-4 და მე-5 მუხლში ერთხრივ აფრთხილებს რაღაცებს არ აყვნენ და არ გადაყვნენ, მეორე მხრივ უკებს წესიერებას და წმენის სიმტკიცეს და ის შემდგომ ეუნება მე-6 მუხლში. როგორც მიიღეთ იესო უფალი, ასევე იარეთ მასში. და მე ვფიქრობ, რომ ეს წინა სიტყვაობით ვფიქრობ, გასაგები გავხარდი აზრი იმასთან დაკავშირებით, რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ღმერთთან დადიოდა ენუქი, ნოე მისი გზებით დადიოდა, ქრისტე იესო გვწამს, მიღებული ყავს და ეხლა ჩვენი ღმერთის მოლოდინი არის ჩვენს მიმართ, რომ ვიაროთ მასში, ვიაროთ ქრისტეში. და სწორედ აი ჩემი საუბარი ძირითადად სამი ფიქრობ მნიშვნელოვანი უნარჩვევაზე მინდა გავამახვილო ყურადღება იმისათვის, რომ რადგან იესო უფალი მივიღეთ, ვისწავლოთ, გავაგრძელოთ და ჩაღრმავდეთ მასში და ვიაროთ მასში. რადგან მას ეს მოლოდინი აქვს. საბოლოო ჯამში ეს კარგად მთავრდება. ამისთვის ჯილდოა, ამისთვის დიდება და ღირსება, ამისთვის პატივია. ამის გამო ბრძოლებიც არის, გამოწვევებიც არის, წეღარ მოვისმენთ ჩვენ ამის შესახებ, მაგრამ ამისთვის ჯილდოა, საზღაურია, დიდება და პატივია. ზეცა და მარადიულება არის ამისთვის. ამიტომ ღირს აი ამ უნარჩვევებზე დაფიქრება და მასში სიარული. მოდით, პირველი დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ეს სიტყვა არის ღმერთის. სიტყვა ღმერთი, რაზეც უნდა ვიფიქროთ. რაც უნდა ვაპრაქტიკოთ. რაც არ უნდა უგულებელყოთ. სიტყვა ღმერთი, ეს წერილი, ბიბლია, მხოლოდ სიტყვა კი არ არის. ეს იგივე ღმერთის სიტყვა არის და იგივე ღმერთია. იოანე მოციქული მაგალითად ასე გეტყოდათ თავის პირველ წერილში, პირველი თავის პირველ 4 მუხლში, აი ასე გეტყოდათ, მოდი მე ამას წავიკითხავ და შემდგომ განვარცობ აზრს იმაზე, რაც დასაბამიდან იყო, რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვები ვარ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს სიცოცხლის სიტყვაზე. რადგან სიცოცხლე გამოჩნდა და ჩვენ ვიხილეთ, მოწმობთ და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა. რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ რომ თქვენს გქონდეთ მოზიარეობა ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან, ამას გწერთ იმისათვის, რომ სრული იყოს თქვენი სიხარული. ამაზე კარგად და ამაზე გასაგებად როგორ თქვას მოციქულმა იოანემ, რამდენად მნიშვნელოვანი არის სიტყვა ღმერთისა, რა მოყვება სიტყვას, სიტყვას სინათლე მოყვება, ამ სინათლეს მოზიარეობა და თანაცხოვრება მოყვება ღმერთთან და მას სრულყოფილი სიხარული მოყვება.
15 წლის ასაკში, როდესაც მამა ჩემი გარდაიცვალა, აი ვიგრძენი მართლაც აი ამ სიტყვის მნიშვნელობა რო იტყვია ხოლმე დაობლდაო. 15 წლის ასაკში მართლაც აი ჩამწყდა რაღაცა. აი რაღაც არ ვიცი, დაობლება ქვია ამას, რა ქვია, ჩამწყდა რაღაცა. ცხოვრობდი, დავდიოდი, ვსწავლობდი, ცხოვრებას ვაგრძელებდი, მაგრამ რაღაცა შიგნით ჩაწყვეტილი მქონდა. რაც არ ქონდა თქვა ჩემს მაგაცებს, მეგობრებს, სხვებს, იმათ ყავდათ მამები და ბუნებრივია ცხოვრობდნენ ისე როგორც ცხოვრობდნენ. მაგრამ როდესაც იესო შეეხო ჩემს გულს და ჩემი გული გაცოცხლდა, არათუ ეს ობლობის სული აღდგა, არ ვიცი რაღაცნაირად, დიდებით. აღდგა დიდი სიხარულით. რამდენადაც ჩამწყდარი იყო, იმდენად დიდებულებით აღდგა და ამაღლდა. თუ ადრე ახალგაზრდობაში იმის გამო რომ მამა უდროოდ გარდაიცვალა მისთვისაც და ჩემთვისაც, არა და მთელი იმედი ჩემის ოჯახისაც სულ მასე იყო დაფუძნებული, ის იყო თავიც და ყველაფერიც, არა მარტო ოჯახში, ნათესაობაშიც და ახლობლობაშიც, თავისი შეძლებით და ყველაფრით და ასეთ პატარა ასაკში გამოიცვალა და ჩამწყდა გული. როდესაც 25 წლის ასაკში იესო შეეხო ჩემს გულს და აი პარტლად შევძახე, როგორც წერია, აბა მამაო, დიდმა სიხარულმა მოიცვა ჩემი გული. და იცით, სულ დაიკარგა აი ეს გრძნობა. უფრო მეტიც. მე მივხვდი, რომ მამა ჩემი, რომელიც ჩემს გულში შემოვიდა, სახარების მეშვეობით, დიდია, აღმატებულია და მეტია ჩემი ძმაკაცების და მეგობრების მამებზე. ყველაზე და ყველაფერზე. და ეს პატივი და ეს შესაძლებლობა მოგვეცა იმის გამო, რომ აი ეს სიტყვა, მისი სიტყვა, რომელსაც სხვადასხვა დიდებული ეპიტეტები აქვს, ამალგიზე წავიკითხე და მასზე წერია სიცოცხლის სიტყვა, სხვა ადგილზე წერია მარადიული სახარება, კიდევ სხვა ადგილზე წერია მადლის სახარება, გადარჩენის სახარება და ასე შემდეგ, რა ამოლებს ყველაფერს და ყველა ეპიტეტს, რაც მასზე არის ნათქვამი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ამ სიტყვას დიდი ყურადღებით მოვეკიდოთ. აბუჩათ არ ავიგდოთ. არ წაუყრუოთ. რადგან თუ ვინმე დაზარალდება, ისევ ჩვენ დავზარალდებით. თუ ვინმე წააგებს, ჩვენ წავაგებთ, იმის გამო რომ აი ეს სიტყვა, რომელსაც სინათლის, სიცოცხლის, მოზიარეობის, ძალის, სრულყოფილი სიხარულის მოტანა შეუძლია ჩვენს ცხოვრებაში და ყველა იმ მიღწევის, რაც ქრისტე იესოში შენს და ჩემს ცხოვრებაში ჩვენი ოჯახებიან, შთაომავლობიანად, ქალაქიან, ერიან, ქვეყნიანად, ქვეყანა ხო ხალხისგან შედგება, ხომ ადამიანებისგან შედგება. აი ამ სიტყვას ასეთი დიდებული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ცალკეულ ინდივიდებზე, ოჯახებზე, ქალაქზე, ერზე და ქვეყანაზე. უფრო მეტიც მოციქული გვეტყოდა ამ სიტყვის წინაშე და აი ამ სიტყვიდან მოსული ჭეშმარიტების წინაშე მოკრძალებით, პატივისცემით, შიშით უნდა ვიყოთ განწყობილი. ასეთი უნდა იყოს. თუ ღმერთმა რაიმე უნდა მოახდინოს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი ოჯახის წევრების ცხოვრებაში, ყველაფერი ეს მან უნდა მოახდინოს. იმის გამო აი ამ სიტყვას, რომელიც ღმერთია, უბრალოდ სიტყვა კი არ არის. აი ამ სიტყვას პატივს ვცემთ.
აი ამ სიტყვაში ვრჩებით, ვდგავართ. ამ სიტყვას ვახსენებთ, ვუზიარებთ, შევაგონებთ. ამ სიტყვას არ ვივიწყებ. არც ჩემთვის, არც ჩემი შვილისთვის. ვახსენებთ თავარი რა არის ცხოვრებაში. პირველი ვინ არის ცხოვრებაში. პატივსაცემი ვინ არის ცხოვრებაში. არ ვერიდები, არ მრცხვენია, არ გავჩუმდები და არ გავჩერდები. შევახსენებ საკუთარ თავსაც, შევახსენებ ოჯახის წევრსაც და შევახსენებ ყველას, ვისთანაც მიმიწვდება რომ შევახსენო. რატომ? ეს სიტყვა ღმერთია. ეს ცოცხალი ღმერთია. მას შეუძლია ყველაფერი ის გააკეთოს, რასაც ღმერთი აკეთებს. მეორე უნარჩვევა, რომელიც უნდა გავავარჯიშოთ, რაშიც უნდა გავვარჯიშდეთ. ქრისტეს ძვირფასისხლთან ჩვენი დამოკიდებულება, ყოველდღიური ჩვენი დამოკიდებულება. წმინდა წერილი ქრისტეს ძვირფასისხლზე ლაპარაკობს და მოდი ეჭერ წაგიკითხავთ და შემდგომ ცოტა ამაზეც ვისაუბროთ. პირველი წერილი პეტრესი, პირველი თავის 19 მუხლი პირველ რიგში ქრისტეს ძვირფასის სისხლი როგორც უბიწო და უმანკო კრავისა. ხოლო მე-15 და მე-16 მუხლებში ასეთი რამ წერია. იგივე პირველი წერილის პირველი თავის. არამედ ისეთი წმინდანი იყავით ყოველ საქციელში, როგორც წმინდაა იგი. ვინც თქვენ მოგიწოდათ? ვინაიდან დაწერილია. იყავით წმინდანი, რადგან წმინდა ვარ მე. ყოველ თქვენ საქციელშიო იყავითო წმინდაო. როდესაც გვაქვს ღმერთის სიტყვა და როცა ვიცით რას ამობს ღმერთის სიტყვა, ჩვენი ქცევა ყოველთვის არ შეეფერება და არ შეესაბამება იმ ჭეშმარიტებას, რომელიც ღმერთის სიტყვიდან მოვისმენეთ და გავიგონეთ. ხან ემთხვევა, ხან ვერ ემთხვევა. როდესაც არ ემთხვევა და როდესაც ისე არ ვიქცევით, როგორც წერია, შესაბამისად ღმერთის სიტყვისა, შესაბამისად მოსმენილისა, ნასწავლისა, გამოცხადებულისა, გაგებულისა, როცა ისე არ ვიქცევით და განსხვავება არის ჩვენს ცოდნასა და ჩვენს ქცევას შორის, ჩვენი აი ამ ღმერთი ამას განიხილავს, როგორც დანაშაულად შეცდომად, ჩვენში წარმოიქმნება გულში მსჯავრდადება და წარმოიქმნება სინდისის ქეჯნა. მაგრამ სწორედ აქ არის ქრისტეს სისხლის პასეულობა. ქრისტეს სისხლით არა მარტო ცოდვების პატიება მივიღეთ და არა მხოლოდ შეურიგდით ღმერთს, ქრისტეს სისხლში, როგორც ღვთაებრივ სისხლში, როგორც ღმერთის სისხლში, როგორც ღმერთის კრავის სისხლში, არის იმხელა ძალა და იმხელა შესაძლებლობა, ყოველთვის, როდესაც სინდისის ქეჯნა წარმოიშვება ჩვენში და დანაშაულის გრძნობა არა ისე ქცევის გამო, როგორც ვიცოდით, რომ უნდა მოქცეულიყავით ღმერთის სიტყვის თანახმად და ყოველი ასეთი სინდისის ქეჯნა გვაშორებს ღმერთს, გვაშორებს ღმერთის სიახლოვეს. ისე არაფერი არ აშორებს ადამიანს ღმერთთან, როგორც სინდისის ქეჯნა გამოწვეული დანაშაულის გრძნობიდან. რანაირად მოიფიქრა ადამმა, რომელიც ყოველთვის ეხმაურებოდა ღმერთის მოსვლას სამოთხის ბაღში, შეცდომის დანაშაულის გამო, რაც მან ჩაიდინა, ისე არ გააკეთა, როგორც ღმერთმა უთხრა, დამალვა იწყო.
მანამდე მას ეს არ გაუკეთებია. სინდისის ქეჯნას, დანაშაულის გრძნობას აქვს იმხელა ძალა, ღმერთი რომელიც გიყვარს, იმისკენ კი არ წახვიდე, იმისგან წახვიდე. თვითონ ეს სინდისის ქეჯნა დანაშაულის გრძნობიდან გამომდინარე გაშორებს ღმერთს. მაგრამ ქრისტეს სისხლის გამოყენება და აღიარება იმისა შევწოდე თუ არაწმინდად მოვიკეცი თუ ისი არ გავაკეთე, როგორც ღმერთმა თქვა, მისი სიტყვა ლაპარაკობს, მეც ვიცოდი. ღმერთის ნაცვლად სხვა ვინმე ან სხვა რამე დავაყენე პირველ ადგილზე. ღმერთს არ მივეცი ის პრიორიტეტი და მის სიტყვას, მის ნათქვამს. მაგრამ ქრისტეს სისხლი ყველაფერი ამისგან წმენს და მას უთავებს. და იმ მანძილს, იმ დაშორებას ისევე აღადგენს. მომისმენთ ძვირფასებო? არასდროს არ იქნება ჩვენ ცხოვრებაში მიწაზე ისეთი დრო, რომ ქრისტეს სისხლი არ დაგვჭირდეს, თუნდაც ერთი დღე. ყოველთვის დაუჭირდება ქრისტეს სისხლი, მაგრამ მორწმუნეებსაც ეს პრობლემა შეიძლება დაემართოთ. როდესაც აღარ არის ის მშვიდობა უფალში, აღარ მაქვს ის სიხარული, რაზეც წეგან ვილაპარაკეთ. თუ სიტყვის სინათლეში დავდივარ და ჩემს ქცევასა და საქციელს შორის განსხვავება არის ღმერთის სიტყვისგან, ისევ ძველებურად, წარმართულად, უწესოდ, არასწორად ვიქცევი, ლაპარაკობ, მოქმედებ და მან წარმოქმნა დისტანცია და დაშორება ჩემსა და ღმერთს შორის ამ რაღაცეების გამო. მე კი არ უნდა წავიდე ღმერთისგან, დიდხანს კი არ უნდა დავრჩე ღმერთისგან. იმიტომ რომ ერთ ცოდვას, ერთ დანაშაულს მეორე მიემატება, მესამე მიემატება, მეოთხე მიემატება. თუ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვებულები ვიყოთ და ძლიერები ვიყოთ მხოლოდ ღმერთთან ერთად, მის სიახლოვეში, მისი მადლით და მისი ძალით, მაგრამ მისგან დაშორებული უიმისოთ, ნურც კი შეეცდები რომელიმე ცოდვაზე გამარჯვებას, რომელიმე სისუსტეზე გამარჯვებას. ამიტომ ჩვენ გამუდმებით დაგვჭირდება ქრისტეს სისხლის მოხმობა. ქრისტეს სისხლი გვწმენს, გვპატიობს, გვასუფთავებს და კიდევ უფრო მეტი გვაბრუნებს იმ ჩვენს მდგომარეობაში, სადაც ჩაგვსვეს ქრისტე იესოში, რომ ისევ მასში გავაგრძელოთ სიარული. მანამდე გზააბნეულებმა ჩვენ სურვილებს, ნდომებს, გულის თქმებს აყოლილებმა და ეს ქრისტეს სისხლი გამუდმებით დაგვჭირდება. ყოველთვის დაგვჭირდება. აი ამ ქრისტეს სისხლს, მონანიებას და აღიარებას მაშინ კი არ უნდა მოუხმო, როცა ვიცი რომ ზიარება არის, შემდეგ კვირას ზიარება იქნება. არა, ეს უნდა ვაკეთო ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს გამუდმებით უნდა ვაკეთო, როცა განსხვავება დავინახე ჩემს რწმენასა და ჩემს ქცევას შორის. ჩემს ცოდნასა და ჩემს საქციელს შორის. რადგან ეს არ დარჩება შეუმჩნეველი. ეს არ დარჩება უშედეგო. ქრისტეს ძვირფასი სისხლი, როგორც უმანკო და უბიწო ტარიგისა, გამოსაყენებელი მუდამ მარადის ყოველ დღე ნებისმიერი სინდისის ქეჯნის და დანაშაულის გრძნობის გამო, რაც არ უნდა იყოს. ჩვენ მარტო ცოდების პატიებისთვის არა ვართ მოწოდებულები. ჩვენ ღმერთში ცხოვრებისთვის ვართ მოწოდებულები. ჩვენ მასში სიარულისთვის ვართ მოწოდებულები. მე არ ვიცი, მე მგონი ადრე ვთქვი, კიდე მინდა გავიხსენო.
არ ვიცი ამ სიტყვის ეტიმოლოგია 64, მაგრამ რადგანაც ასე მგონია, რომ 64 ალბათ იქიდან წარმოიშვა სამება ღმერთმა ინება და ისურვა მეოთხესთან, კაცთან, ადამიანთან თანაცხოვრება და მისი თანასწორი ყოფილიყო და მასთან ყოფილიყო. და ეცეთ მე ერთხელ ერთ-ერთ გამოცხადებაში, ერთ-ერთ ლოცვაში, ერთ-ერთი მარხვის დროს მქონდა ამისი სულიერი განცდა. თითქოს მამის ძისა და სული წმინდის მიერ მოწვეული ვარ მათთან, მათ სუფრაზე. ოღონ თუ რამე მევალებოდა, იქ არ მევალებოდა ჩემი რაღაცები მიმეტანა. იქ ჩემზე ჭკვიანები იყვნენ, იქ ჩემზე ბრძენები იყვნენ, ჩემზე აზრიანები იყვნენ და მევალებოდა მათგან მესმინა. მათგან მესწავლა. მათთვის მიბებაძა, რომ მათნაირი გამხდარიყავი. ჩვენ მარტო ცოდვების პატიებისთვის არა ვართ მოწოდებულები, ჩვენ მოწოდებულები ვართ ღმერთთან თანაცხოვრებისთვის. და მე არ ვიცი ამაზე მეტი პატივი. მე არ ვიცი ამაზე მეტი მნიშვნელოვანი. და ეს ყოველთვის შესაძლებელი არის. ქრისტეს ძვირფასი სისხლის მეშვეობით, მისი მეშვეობით ყოველთვის შემიძლია დავბრუნდე მასთან მოზიარეობაში, მასთან ურთიერთობაში, აი ამ სამოთხეში, მასთან თანაცხოვრებაში, ვიგრძნო თავი პატივდებულად, მიწვეულად, ღმერთის შვილად, მის ძეთ და მის ასულად და არა ვიცხოვრო და ვიარო სინდისის ქეჯნაში, დანაშაურის გრძნობაში, რაღაცა ისე ვერ ავთქვი, რაღაცა ისე ვერ გავაკეთე, რაღაცა ისე არ მოვიქეცი. აი ამ მანძილს ისე არ მოგცევისას, ღმერთის გაუგონდრობის გამო, ყოველთვის წმენდს შლის და მათავისუფლებს იესო ქრისტეს წმინდა სისხლი, მისი ძვირფასი სისხლი. ფაქტიურად ის სულ ბაგეზე უნდა მეკეროს. ფაქტიურად ის სულ ჩემს გულში უნდა იყოს მისი შემოქმედებითობის ძალა. ეშმაკს არ უნდა რომ ამას მოუხმობდეთ. ეშმაკს არ უნდა რომ ამას ვიხსენებდეთ. ეშმაკს უნდა რომ ჩვენი ძალებით, ჩვენი უნარებით, ჩვენი ცოდნით, ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი შესაძლებლობით არა ქრისტეს ძვირფასი სისხლი მან ერჯერადი შეწირვით თავისი სხეულისა არა მხოლოდ ცოდვების პატიების მადლი მოგვანიჭა სრულქმნილი, სრულყოფილი, უბიწო და წმინდა გაგხადა მისი დიდებული სახის წინაშე. მაგრამ ამას ვერ ვახცევთ. მე არ ვიცი ამას რამდენად მივახცევთ სრულყოფილად, მაგრამ ის ნამდვილად ვიცით. ამისი მცდელობა, ამისი მონდომება და ამისი თხოვნა არ უნდა შევაჩერო, არ უნდა გავანელო. თუ რამეზე ვდგავართ, მის სიტყვაზე ვდგავართ. თუ რაიმე გვაახლოვებს მასთან, მისი წმინდა სისხლი გვაახლოვებს და ერთს სრულს ქმნის მასთან ერთად. და კიდევ ერთი მესამე. რა თქმა უნდა მისი სული. რა თქმა უნდა მისი სული. ამ შემთხვევაში მე ჩემთვის სული წმინდა მონიშნული ყავს როგორც დიდების სული. აი ეს დიდებული სული, აი ეს დიდების სული, რომელშიც უნდა გარდავისახოთ, რომლის შეცნობაშიც უნდა გავიზარდოთ. აი ამ დიდებულ სულზე, თავისუფლების სულზე და დიდების სულზე ასევე ლაპარაკი არის აქაც მოგცემთ ადგილს, გეცოდინებათ, მაგრამ მაინც მეორე წერილი კორინთელთა ეკლესიის მიმართ მესამე თავის მე-17-მე-18 მუხლები. მეორე კორინთელთა 3:17-18 მუხლი. უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა. ჩვენ კი ყველანი რიდი ახდილი სახის მსგავსად ხედავთ უფლის დიდებას, უმზეთრა სარკეში ამხატებას და გარდავი სახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.
რა თქმა უნდა, წმინდა სული ღმერთის სულია. და პავლეს შეეძლო აქ წმინდა სულზე ეთქვა და არ გამოეყო წმინდა სული, როგორც დიდების სულად. ეთქვა წმინდა სულიდან გარდავისახებით, კიდევ ან წმინდა სულში რაღაცა ამის გავს, მაგრამ პავლე მოციქულს უნდა და დაენახვებინა, რომ ეს წმინდა სული შეიძლება დიდების სულად გარდაისახოს და სულ უფრო დიდად და დიდებულად წარმოაჩინოს თავისი თავი ჩვენს მსახურებაში, ჩვენს ცხოვრებაში. და ეს წეღანდელი საგალობლის არ იყოს შენს წმინდა ისიო, ხო, წმინდათა წმინდა ისიო, შენი ხმა მომასმენინეო, არა? თუ ჩვენ ვისმენთ მის ხმას და თუ ჩვენ ამას ვაპრაქტიკებთ ჩვენ ცხოვრებაში. აი ეს წმინდა სული მართლაც აი ამ დიდების სულად გარდაისახება თავისუფლების გემოს გვასწავლის ცოდვისგან, ცოდვის ზეგავლენისგან, ზემოქმედებისგან და არა ცოდვის მონური ზეგავლენისგან, ასე ვთქვათ, შებოჭილები თუ დატყვევებულები, არამედ მისი დიდებული სულისგან გათავისუფლებულებს შეგვიძლია გამოდმებით სწორი არჩევანი გავაკეთოთ. თავისუფალი არჩევანი გავაკეთოთ. შემდგომ თავში წერია უყურებთ რა იესოს მის დიდებულებას, მისი სახარების შუქი როგორ ანათებს ჩვენს გულსა და ჩვენს გონებაში და მისი მზერით, მისი ძალით ჩვენ შეგვიძლია არ ვიყოთ დამონებულები, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ თავისუფლები და თავისუფლებმა ვაკეთოთ სწორი არჩევანი უფლის მსახურებაში. ზედმეტი საზრუნავის თუ ზედმეტი სატკივარის მოშორებაში, სწორი არჩევნის გაკეთებაში, მსახურებაში, მისიაში, ღმერთის საქმეში. რომ მართლაც აი ამ დიდებულმა სულმა, აი ამ დიდების სულმა, რა ვიცი, რამდენი ადამიანი მოიცვა, წეგან დავითი ახსენეს, სხვა შეიძლება კიდე მრავალი ვახსენოთ. ეგერ მე ნოე ვახსენე, ენუქი ვახსენე, პავლე მოციქული რა თქმა უნდა თავისთავად ავტორი ამ წერილისა და ავტორი ამ სიტყვებისა. მან იცოდა რას წერდა, მან იცოდა რას ლაპარაკობდა. მან იცოდა რომ ამ დიდებულ სულს მართლა დიდებულად შეეძლო შრომა და მუშაობა და მოქმედება ადამიანის გულში, ადამიანის ცხოვრებაში, მსახურებაში და ამ დიდებულ სულს ისეთი რაღაცეების გაკეთება შეეძლო, შეუძლია, რაც ჩვენ ადამიანებს არ შეგვიძლია. დავითზე თუ ვიტყვით, ისიც კი ამბობდა, ჩემი ძალით კი არ გამოდივარ, ღმერთის ძალით გამოდივარ. ნოეც იგივეს გეტყოდათ, მოსეც იგივეს იტყოდა, დანიელიც და ყველა ღმერთის მსახური. ის იტყოდა, ეს ყველაფერი ღმერთის ძალით არის, ღმერთის სულით არის, მისი დიდებული სულით არის და ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ქრისტეში სიარულით ეს დიდების სული გაიზარდოს, უფრო დიდებული გახდეს, უფრო მეტად და ძლიერად გამოვლინდეს სხვადასხვა ნიჭით, სხვადასხვა ძალით, სხვადასხვა ძალაუფლებით. მაგრამ აი ამ დიდების სულში რომ ვიაროთ ეს დიდების სული რომ გაიზარდოს ჩვენში, ჩვენ ცალკე მომზადებებიც გვჭირდება ჩვენს პირად ცხოვრებაში. თუნდაც ამაშიც მის სიტყვაზე ვიფიქრო, მის სიტყვის სინათლეში ვიარო, მისით ვიხარო, თუნდაც იმით გამუთმებით, როდესაც ეს სიახლოვე ღმერთთან
დამშორდა სინდისის ქეჯინის გამო, დანაშაულის გამო, რაც სიტყვით, ქცევით, ქმედებით, ფიქრით, მოქმედებით მოახდინე, მაგრამ ქრისტეს სისხლმა ისევე დამაბრუნა და აი ეს პრაქტიკა, მის სიტყვაზე ფიქრი და მისი სისხლის გამოყენება ყოველდღიური პრაქტიკა გახდა ჩემს ცხოვრებაში. ლამის ყოველ საათობრივი, რამის ყოველ წუთიერი პრაქტიკა გახდა ჩემს ცხოვრებაში. იმიტომ რომ არ მინდა ვიცხოვრო მისი სიტყვის გარეშე, რადგან მისი სიტყვა სული და სიცოცხლე. რადგან არ მინდა ვიცხოვრო მისი სისხლის გარეშე, რადგან ეს სისხლია, რომელიც არა მარტო მპატიობს, ეს სისხლია, რომელიც მასთან თანაცხოვრებაში, ერთობაში, სამოთხეში მამყოფებს ჯერ კიდევ დედამიწაზე. და როცა ამას ვაკეთებ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში და როცა მის სახეს, მის ნებას და მის სახორებას ვეძებ, მისი დიდების სული გარდამსახავს. მავსებს და სხვადასხვა საქმეებს აკეთებს. აბასახში ყურადღებით წაიკითხეთ საქმეების წიგნი. აი ეს დიდებული სული, აი ეს სული წმინდა როგორ რაღაცეებს აკეთებდა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილზე, სადღაც ადამიანები სულიწმინდი ინათლებოდნენ და წინასწარმეტყველებდნენ. სადღაც ადამიანები ინანიებდნენ და თავსაბარებდნენ. სადღაც იმდენად მოქმედებდა ეს დიდებული სული, ადამიანები ყველაფერს ყიდნენ, რაც ზედმეტი ჰქონდათ და მოციქულთან ფეხებთან მოქონდათ. სადღაც კიდე ხალხი ინათლებოდა, სადღაც რა ხდებოდა, ფილიპე ხო საერთოდ აიტაცა და აფრინა მიწაზე და გადააყვინა სად? აი ამ დიდებულ სულს რების გაკეთება შეუძლია, ამისი წარმოდგენაც კი შეუძლებელია, მაგრამ ამ დიდებულმა სულმა რომ ეს აკეთოს, ქრისტეს ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ. ეკლესიის ფერხულში უნდა ვიყოთ. იესო ქრისტეც და მისი ეკლესიური მსახურება ჩემთვის წმინდა უნდა იყოს და წმინდათა წმინდა უნდა იყოს. ყველა დონეზე. ეკლესიის დონეზე გინდათ, თაყვანისცემის დონეზე გინდათ, უჯრედების დონეზე გინდათ, ქველმოქმედება გინდათ, ეს გინდა, ის გინდა, აშერული მსახურება, ახალგაზრდური თუ საკვირა, ყველგან, ყველა დონეზე, ყველანი უნდა ვსუნთქავდეთ აი ამ უფლის სულით და დიდების სულით. ყველგან უნდა გვაინტერესებდეს და უნდა ვეძებდეთ ღმერთი რას ამბობს, ღმერთი რას მეტყველებს, რისი გაპრაქტიკება მჭირდება. ეკლესიის მსახურება და საქმიანობა ჩემთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ღმერთმა გამზარდა ეკლესიაში, მაგრამ ღმერთმა იმიტომ გამზარდა ეკლესიაში, რომ ეკლესიას პატივი უნდა ვცე. ეკლესიას სახელი არ უნდა გაუტეხო. იმიტომ რომ ეკლესიის თავი იესო ქრისტე არის. ეკლესიის მსახურება და მომსახურება იგივე ღმერთის სახურება, იგივე ქრისტეს მომსახურება არის. ძმის, დის, ურთიერთობის. ჩვენ არ ვართ ცალკეული ადამიანები, თუმცა ღმერთი ცალკეულად შრომობს ჩვენში, მაგრამ ჩვენ ერთი შენობა ვართ, ჩვენ ერთი სახლი ვართ. ჩვენ მისი თაყვანისცემის სახლი ვართ, მისი მაქებარბაიდებელი ხალხი ვართ. და იცით, როდესაც აი ამ ერთობას და ერთსულოვნებას ვინარჩუნებთ, როდესაც ღმერთს უსმენთ, შემდეგი მსახურებისთვის უკვე წყემსიც აქ იქნება, სტუმრებიც აქ იქნებიან და დარწმუნებული ვარ, მათი ჩამოსვლა, მათი მსახურება, მათი სიტყვა კიდევ უფრო აკურთხებს, კიდევ უფრო გააძლიერებს, მაგრამ როდესაც აი ამ სიტყვას ვისმენთ და ამას ვაპრაქტიკებთ და ჩვენს ცხოვრებაში ვატარებთ ყველგან, ყველა მსახურებაში, არ უნდა იგონებდეს ვინმე თავისას რა ილაპარაკოს უბნებში თუ საოჯახო კრებებზე. არ უნდა იგონებდეს ვიღაცა თავისას რა გადათარქმროს საგალობელი თუ რა დაწეროს და იმ სულიდან დაწეროს და იმ სიტყვიდან დაწეროს და იმ შთაგონებიდან დაწეროს.
რაც ღმერთის დიდების სულს მოიტანს, რაც ერთობის სულს მოიტანს, რაც ერთსულოვნების სულს მოიტანს. და ასე ყველა მსახურება ამ სულში თუ იქნება, აი ეს დიდების სული გაიზრდება. აი ამ სულს სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაღაცა მოქონდა, აი გამოღვიძებების დროს. სადღაც თაყვანისცემა წამოიწევოდა ხოლმე და ეკლესია ძლიერად შედიოდა თაყვანისცემაში. სადღაც ადამიანები იკურნებოდნენ და ამ სულს კურნებაზე ქონდა გადატანილი ყურადღება. სადღაც მსახურებს, მისიონერებს წამოსწევდა ხოლმე და იგზავნებოდნენ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებში. სხვადასხვა რაღაცაზე შეიძლებოდა გაემახვილებინა ყურადღება აი ამ დიდების სულს და ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ხოლმე და მგრძნობიარენი უნდა ვიყოთ. რა მოაქვს ღმერთს, მის სიტყვას, მის სულს. ისი გაკეთება უნდა. მან ჩვენზე კარგად ის შეიძლება ჩვენ გონია რომ იქ განკურნებაზე ან მონანიებაზე ან კიდე მისიებს ჩვენ გზნობიარენი უნდა ვიყოთ ღმერთის სულის მიმართ. იცით რა სავარ მე დაგვირვებული? ჩემს სიარულსაც მნიშვნელობა აქვს ღმერთის წინაშე და ეკლესიაში ხალხის სიარულსაც მნიშვნელობა აქვს ღმერთის წინაშე. ღმერთის კაცმა იცოდა ხოლმე მოყოლა. ერთ ადგილზეო, სადაც შენელებული იყო გამოღვიძებაო და ხალხი კანტიკუნტად დადიოდა, ცოტანი იყვნენო. ერთხელო მიმიწვიესო და სიწმინდეზე, განწმენდაზე ვისაუბრე და ვილაპარაკეო. და მოწოდება რო გავაკეთე ეკლესიაშიო. ადამიანებმა დაიწყეს მონანიება და აღიარება თავისი წოდვებისო. მეორე დღესო ისე რომ არავის არაფერი არ უთქვიაო. ეს კანტიკუნტ მჯდომარე ეკლესია იმდენი ხალხი მოვიდაო. ეკლესია ვეღარ იტევდაო. და ეს გარკვეული ხანი გაგრძელდაო. ჩვენ ვერა ვირჩევთ, არა ვართ ღმერთზე ბრძენები, ღმერთმა რა გააკეთოს და როგორ გააკეთოს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია აი ამ სულში თუ ვივლით ცნობელნი ვიყოთ ღმერთის მიმართ. სადავე მორჩილოთ, რაში დავემორჩილოთ, რა ვირჩიოთ, რაში გავყვეთ. და მისი დიდებული სული, მისი დიადი სული გააკეთებს ყოველივეს. აი ამ სამი ძალიან მარტივი წესის გამომუშავებაზე მინდოდა მესაუბრა, როგორ ჩვენი უნარჩვევა, გამუდმებული, მარადიული, ყოველდღიური. არ უგულებელყოთ არასდროს თქვენი თავი, არ იფიქროთ რომ ყველაფერი ქადაგებელზეა დამოკიდებული. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. შენი ლოცვა შენზეა დამოკიდებული. შენი სიტყვის სინათლეში სიარული შენზეა დამოკიდებული. შენი ქცევა შენზეა დამოკიდებული. ქრისტესთან სიახლოვე შენზეა დამოკიდებული. მომიახლოვდით და მოგიახლოვდებით. ნახეთ? იყო რაღაცეები თავიდან ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, ღმერთზე იყო დამოკიდებული. მაგრამ ცოტა რო წამოიზარდეთ, რომ მოვისმინეთ, გავიგეთ, რაღაცეებზე პასუხისგებლები ჩვენ გავხდით. და ვინც ვერ ისწავლა ეკლესიაში პასუხისგებლობის აღება, ზოგი ჩამოშორდა, ზოგი გულგრელი გახდა, ზოგი უბრალოდ მრევლის დონეზე დარჩა. მაგრამ აი ეს რა ვიცი, დისციპლინები თუ უნარჩვევები თუ რაც გნებავთ, ის დაარქვით. სიტყვის სინათლეში სიარული თუ ქრისტეს ძვირფასის სისხლის გამოყენება გამუდმებით. თუ აი ამ დიდების სულში გარდასახვა და თავისუფალი არჩევნის გაკეთება ღმერთის და მისი ნების სასარგებლოდ გვეხმარება და ჩვენი პასუხისგებლობა არის
რათა ქრისტე რომელიც მივიღეთ მასში ვიაროთ, მასში გავაგრძელოთ სიარული. და იცით, წმინდად შეგარაცხავენ, ნეტარად შეგარაცხავენ, კურთხეულად შეგარაცხავენ. ღმერთისგან გულისხმობ. ეს სიწმინდე, უბიწოება, ნეტარება ვიღაცისთვის და ვიღაცეებისთვის კი არ არის. როგორც იესომ თქვა, ნეტარია ვინ ჩემში არ შეცდება. ნეტარია ვინ ჩემს ნათქვამს ისმენს. ნეტარია ვინც მას ასრულებს. ნეტარია ვინც მე მიბრუნდება, ვინ ჩემში რჩება. ჩემი გზებით სიარულს სწავლობს, აპრაქტიკებს, არ მეშვება, არ ნებდება. ნეტარია ვინც აი ამ ჩემ სულში გარდაისახება, სულიდან სულ, წმენიდან წმენაში, დიდებიდან დიდებაში და ბოლოს ამას ვერ შევძლებთ და ვერ გავაკეთებთ თუ გამუდმებით ლოცვისა და რწმენის სულში არ ვიქნებით და არ ვივლით. როგორც წერია, სულს ნუ ჩააქრობთ, განუწყვეტლივ ვილოცებთ. რწმენაში მტკიცენი იყავით, შეურყეველი იყავით. ეს რწმენა, მტკიცე რწმენა, შეურყეველი რწმენა და ლოცვის სული თან უნდა ახლდეს ჩვენს ყოველწუთიერ ცხოვრებას. როგორც ჰაერი და სითხე და საკვები გვჭირდება გამუდმებით ყოველ წუთს და ყოველ ჟამს, ასე ჩვენ ცხოვრებას თან უნდა ახლდეს რწმენის სულში და ლოცვაში სიარული. არა ის რატომ შემემთხვა, რატო დამემართა ასე ისე ის, არა, რწმენის სულში სიარული. არა, ლოცვაში სიარული. გამუდმებით. მე აღარ ვფიქრობ იმაზე, რატო შემემთხვა რაღაცა და ვინ რაღაცა რატო მითხრა. მე იმაზე ვფიქრობ, როგორ გავაგრძელო ქრისტეში დარჩენა და სიარული. იმიტომ რომ ბერს იტყვიან და ბერს გააკეთებენ. ქრისტე არ მოსონდა და მე ვინა ვარ რომ მე მოვაწონო. ჩემი მოვალეობა არის ქრისტე როგორც მივიღე, ასე გავაგრძელო მასში სიარული. და ეს რწმენის სულში და ლოცვაში სიარული. და ბოლოს ერთი დიდი ქურდი, რომელი ქურდიც უყოლას ჯიბეში გვიდებს, ტელეფონია. რომელიც ბევრ დროს მართმევს. მე ავლაპარაკობ საქმიან რაღაცაზე. თუ საქმეა და თუ საჭიროა და თუ გასაკეთებელია, რა თქმა უნდა გამოიყენო. მაგრამ მე ვლაპარაკობ, როდესაც უსაქმოდ, უაზროდ დროის გატარების მიზნით ტელეფონებზე ვართ მიჯაჭვულების საათების განმავლობაში. ეს წართმეული დრო არის ეშმაკისგან. ჩემ საკუთარ თავზე გამომიცდია. ამ დროს ჯობდა მელოცა და რწმენის სული შემენარჩუნებინა. ამ დროს ჯობდა მისი ძალით გამტკიცებულიყავი და გავძლიერებულიყავი. ესეც მაშორებს ღმერთს და აქაც ქრისტეს სისხლი მჭირდება. მასთან და მასში დასაბრუნებლად, რათა მასში სიარული გავაგრძელო. დიდება იესოს. მოდით წავდგეთ უფლის წინაშე. და მოდით დავფიქრდეთ აი ამ საკითხებზე. და უფრო ინტენსიურად, უფრო ხშირად, უფრო ეფექტურად, უფრო უკეთესად გამოვიყენოთ დრო, რომელიც მოცემული გვაქვს. ასაშენებლად. ქრისტეში სასიარულოდ. ღმერთს არ უჭირს გარდასახვა. რწმენიდან რწმენაში, დიდებიდან დიდებაში. ღმერთს არ უჭირს ამისი გაკეთება. მაგრამ როგორ ჩანს,
ის ჩვენგანაც რაღაცას ელოდება, რომ კიდევ უფრო მეტი დიდებულებით და ძლიერებით იშრომოს და იმოქმედოს ჩვენ ცხოვრებაში. თუ ვინმე ახალი მოსულია, პირველად მოსულია, რამდენიმეჯერ არის მოსული და ჯერ ღმერთთან არ შერიგებულა, თავისი გული ცხოვრება მისთვის არ მიუძღვნია და უნდა რომ დღეს გადადგას ნაბიჯი უფლისკენ, ეპატიოს სოდვების თავისუფლად ხსნელად მიიღოს, გეპატიჟებით, აგერ მობრძანდით წინ და თქვენი გულისთვის სიამოვნებით შევასრულებთ ლოცვას, რომ შეურიგდეთ ღმერთს. თუ არის ვინმე ასეთი, აი ამ ლოცვის დროს შეგიძლიათ გამობრძანდეთ. ხოლო მოდი დანარჩენებმა ეკლესიამ ვილოცოთ. სვირბაზო მამა. მადლობა შენი დიდი სიყვარულისთვის. მადლობა ამ პატივისთვის, თქვენი სიტყვის, სიცოცხლის, სინათლის, თანაზიარების, სიხარულის თუ ზოგადად თქვენთან ერთობის და თანაცხოვრების. მადლობა უფალო რომ გაგვაცანი შენი სახელი, შენი რწმენა, შენი სიტყვა, შენი დიადი მადლით ხსნა და გადარჩენა. მადლობა უფალო რომ გვაქვს შესაძლებლობა შენი სიტყვის ნათელში ვიაროთ უფალო. შენ სიცოცხლეში. მადლობა უფალო რომ ყოველთვის როდესაც გშორდებით, გვაქვს შესაძლებლობა შენი წმინდა სისხლით ისევე დაგიბრუნდეთ. ისევე აღვადგინოთ ურთიერთობა, ისევე ერთობაში ვიყოთ. მოზიარეობაში ვიყოთ. მადლობა შენი წმინდა ძვირფასი სულისთვის უფალო. აი ამ თავისუფლების სულისთვის, არჩევნის შესაძლებლობისთვის, აი ამ დიდებული სულისთვის უფალო, რომლის მიერათაც შეგვიძლია გარდავისახოთ წმენიდან წმენაში, დიდებიდან დიდებაში ჩემო უფალო. გაზარდე შენი სიდიადე, გაზარდე შენი დიდებულება, გვახილვინე კიდევ უფრო მეტად შენი დიადი საქმეები, შენი დიდებული საქმეები, შენი თანდასწრება, შენი ძალაუფლება, დახსნილი ხალხი, გადარჩენილი ხალხი, განკურნებული ხალხი უფალო ღმერთო. შენი დიდებული მოქმედება, რაც გვინახია, რაც არ გვინახია, რაც ძალგიც უფალო ღმერთო. მოგეცი თითოეულ ჩვენგანში, რომლებიც შენად ვიწოდებით, შენს მორწმუნეებად, შენ შვილებად ვიწოდებით უფალო, გამუდმებით ვაპრაქტიკებდეთ უფალო ღმერთო. შენი სიტყვას უფალო, თუ ფსალმუნობით, თუ საგალობლებით, თუ თაყვანისცემით უფალო, თუ შენი ცნებებს უფალო ღმერთო, თუ შენი წერილის გამოყენებას უფალო ღმერთო, ვაპრაქტიკებდეთ ჩვენს გამუდმებულ ცხოვრებაში და გვეხმარე უფალო, ჩვენი ქცევა იყოს წესიერი, იყოს მოსაწონი, იყოს მისაღები უფალო ღმერთო. და გვეხმარე ჩემო უფალო, შენ სულს გავყვეთ, შენი სულისაგან ვისმინოთ უფალო, აი ამ დიდების სულით ვიყოთ წარმართული, გარემოცული უფალო ღმერთო. და გვეხმარე უფალო ღმერთო, შენი ჩანაფიქრი, მისია, დადგენილება, შენი აღთქმები და დაპირებები უფალო, შედგეს, განხორციელდეს უფალო, ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენი ოჯახების ცხოვრებაში, ეკლესიის ცხოვრებაში, ქალაქის ცხოვრებაში, ერის ცხოვრებაში, ქვეყნის ცხოვრებაში და ყველგან ჩემო უფალო, შენი დიდებული სულისაგან უფალო, მოგვეცი უფალო ღმერთო, შენი ცნებათა უფალო და შენი დავალებათა უფალო ღმერთო, მოყვარულნი, მოშიშნი და შემსრულებელი და გამხორციელებელი ვიყოთ უფალო ღმერთო. მადლობა შენ ყველაფერი ამისთვის. მადლობა რომ გვასწავლი და გინდა გვასწავლო უფალო. ქრისტეში სიარული უფალო. შეგვიყვარდეს უფალო ღმერთო. შენთან სიარული, შენთან ცხოვრება. ყველაზე მეტად მომაღლებული და პატივდებული იყოს ეს ჩვენ ცხოვრებაში. ვიცავდეთ, უფრთხილდებოდეთ, გმადლობდეთ, გადიდებდეთ უფალო. და შენი სახის წინაშე სიხარულით ვიდგეთ უბიწონი. ჩვენ ამას გთხოვთ და ჩვენ ამას გმადლობთ ყველაფერი არ შესაძლებლობისთვის. შენი ძვირფასი ძის იესოს სახელი და მთელი დიდება პატივი თაყვანი თქვენ. ერთო ღმერთო წმინდაო სამებაო. მამაო, ძეო სულო წმინდაო და ყველამ თქვა. გაკურთხოთ უფალმა.